მოკლედ, ეს არის მთავარი ფაქტების სწრაფი მიმოხილვა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვლადიმერ, იგივე ვოვა გუცაევის ბიოგრაფიიდან. ალბათ, ბევრს გაგიგიათ ამ დინამოელ ვარსკვლავზე, რომელმაც 1991 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ქართულ ფეხბურთში დაუვიწყარი ეპოქა შექმნა. პირველი, რაც ნამდვილად გაგიკვირდებათ, ისაა, რომ ვოვამ ფეხბურთის თამაში საკმაოდ გვიან, 11 წლის ასაკში დაიწყო. წარმოიდგინეთ, თავიდან საერთოდ მეკარეობა უნდოდა. თუმცა სიმაღლის გამო დაიწუნეს და ასე აღმოჩნდა მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე, სადაც მოგვიანებით საკუთარი კუმირისგან, ლეგენდარული სლავა მეტრეველისგან 9 ნომრიანი მაისური პირდაპირ მოედანზე გადაიბარა. მეორე საოცარი ფაქტი 1991 წლის 13 მაისის ფინალს უკავშირდება, სადაც ვოვამ ისტორიული გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. იცით, რომ გუცაევმა ამ გოლის გატანის პირობა მატჩამდე პირადად ედუარდ შევარდნაძეს მისცა და მართლაც შეასრულა. თანაც საჯარიმოში მისი გიჟურისი სწრაფის წყალობით კარიერაში სარეკორდო რაოდენობის 34 პენალტი აქვს მოპოვებული. ბოლოს კი, მიუხედავად ამხელა ევროპული ტრიუმფისა, ის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა, სრულიად უსამართლოდ დატოვეს, რამაც მასზე უმძიმესად იმოქმედა. სხვათა შორის დღევანდელი გადასახედიდან ვოვას მიაჩნია, რომ მაშინდელი თაობა თანამედროვე ვარსკვლავებთან შედარებით ბევრად ნაკლებს ვარჯიშობდა. საბოლოო ჯამში ვლადიმერ გუცაევი ქართული სპორტის ისტორიაში რჩება იმ უნიკალურ მოვლენად, ვისმა ნიჭმაც და დაუჯერებელმა სისწრაფემ ფეხბურთი ნამდვილ ხელოვნებად აქცია.